ილია ჭავჭავაძე, გლახის ნაამბობი. ინსცენირების ავტორი ლამარა კიკილაშვილი. მონაწილეობენ აკაკი ვასაძე, თენგი ზარჩვაძე, მედეა ჩახავა, ლადო ცხვარიაშვილი, გიზო სიხარულიძე, გივი ციცქიშვილი, ლეო ფილფანი, ივანე ოსაძე, ჯემალ გაგნიძე, სოსო ლაღიძე, ოთარ საუტაშვილი. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი ჯემალ პატეიშვილი. ოპერატორები თუთი გაბუნია და მერი სხილაძე. მუსიკალური გაფორმება ლია წკეპლაძისა. ზიზღები იგანა მართალი ბრძანდები ცოცხალ კაცს მადლი მეხვევა თვითონ მე ზიზღება ჩემი თავი ეს 4 თვეა რომ ასე ვარ და მიგდო ავადმყოფობამ და ამ დღემდინ მომიყვანა ესე უპატრონო და მდაქცეული ჩარდახის ქვეშ მომდის სიკვდილსაც ისე დავავიწყდი, როგორც კაცს, ველი და არ მოდის. ეს კია სადაური, სადავკვდები. ვა სოფელო, რაში გამხარ, რას ვაბრუნებ, რას ნეგჭირსა. ყოვლით შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემი ბრტირსა. სადაურსა, სად წაიყვან, სადაღუფხვი, სადით წირსა. მაგრამ ამერთი არ გასწირავს, კაცსა, შენგან განაწირსა. მართალი უთქვამს ამის მთქმელსა შენი ჭირივე. თუ ქვეყანამ პირი უკუმარი და არ შემიკედლა, ღვთის კალთა ხომ ფართო. სწორედ რომ საკვირველია ამ ძონძებში გამოხვეული გლახასაგან ვეფხის ტოსტის სიტყვები ბარაქალა იმ კაცის მეტყველებას რომლის სიტყვები ამისთანა უნგეშოსაც ანუგეშებს საფლავის კარამდინა შვიდობა ძლიერ სასულსა შენსა უკვდავ რუსთაველო მე სწორედ მოგახსენოთ ჩემს ვინაობას არ გეტყოდით თუ ჩემი აღსასრული არ მოახლოებულიყოს ვიცი ჩემი დღე დათვლილია თუმცა ძალიან კი მეძნელება თქმა მაგრამ რა გაეწყო გეტყვი ყოველს ჩემს თავგადასავალს და დაეღმერთ მე ეს აღსარებად მიმითვამს თუ რამ შევწოდე და ამონანიება ვერ მოასწარ შემინდოს მე ვარ ნაყაჩაღები ჩემი თავი ერთ დროს წმინდა გიორგის ჯვრად იყო დაფასებული მაგრამ ხომ ხედავთ შესყიდულმა ტყვიამ აქამდისინ ვერ მიპოვა მე მართალია ვიყავ ერთ დროს კაი მოსხებილი ხელმარჯვე ბიჭი ძალით აღონე ყველაფერში შემწერდა მაგრამ ღვთის წინაშე ვაღიარებ მე საყაჩაღო კაცი არ ვიყავ იქ ისეთი გული უნდა რომ დედას კალთაში შვილი მოუკლა და ხელი არ აგიგანგავდეს მე იმისთან არ ვიყავ გული მორბილებული მქონდა პატარაობითვე მე ყმაწვილობითვე სხვა მზემ დამკრა და სხვაგვარად გამითქო გული მაგრამ შამა მიმუხთლა და კაცმა არ მაპატივა
7 წლით განმოკიდებული 20 წლამდე ჩემთვის განთიადის დღენი ბატონის სახლში დამიღამებია. თავდაპირველად ვიამადევნეს ჩემოლინა ბატონიშვილსა დათიკოს. კაი მოგეცათ, კაი ბავშვის იყო პატარაობისას. მე სწორედ მოგახსენოთ, ძალიან შევიჩვე ჩვენი პატარა ბატონი. იმანად შემიჩვია, ასე რომ ბოლოს ეს შეჩვევა მე სიყვარულად გადამეცა. ხმაწვილის გული შენიჭირი მე ადრეულ საყვავილს აღგავს. ზედა ხედავს თუ არა გაიშლება, ის კი არ იცის, რომ ზამთრის სუსხი კიდევ მოასწრობს ნამდვილ გაზაფხულამდე და დააჭკნობს. მე რა ვიცოდი. ჩემი გული პირველად ბატონის სახლში გათბა და ამ სიტყვამ მე ბოლო მომიღო. თუნდე გარიყოს შინისაკენ მე გული აღარ მიმიწევდა. იქ ისეთი სულთამხუთავი დედინაცვალი მეჯდა, რომ როცა კი მოვიგონებდი, ჟრჟოლას მომგვრი და მარიამობისთვის ცივებასავით. ბატონთან კი განებივრებული ვიყავ ბატონის შვილისავით. დათიკოს უყვარდი და მეც მიყვარდა. მაშინ რა ვიცოდი სურელმა, რომ უფროს უმცროსობაში სიყვარული სიზმარია. რა ვიცოდი, რომ ბატონყმა შუა სიყვარულის ხიდი არ გაიდება. ეგრე ყოფილა ქვეყანაზე და ცალს თურმე მხოლოდ ცალმა უნდა უცალოს. 14 წლისა შევიქენით ბატონი და ყმა, როცა ქალაქში სასწავლებლად დათიკოს გაგზავნა დიდმა ბატონმა დააბირა. მეც რასაკვირველია თან უნდა გავყოლოდი. მამაჩემ რომ შეიტყვესა, ეხლა ბატონს და ჩემი თავის თხოვა. ხომ მოგახსენებათ, გლეხ კაცისათვის 14 წლის ბიჭი ოჯახში ბანძი არის. მაგრამ დათიკო გაჯიუტდა, თუ გაბრიელს არ გამატანთ, მე ქალაქში წამსვლელი არა ვარო. გადააყუდნენ და ვერ გადაათქმევინეს ნათქვამი. მამაჩემი ისე გულაყრილი წავიდა შინ, რომ როცა ქალაქს მივდიოდი, არც კი მინახულა. მეც დათიკოსთან სიკვდილი მერჩივნა ჩემს დედინაცვალთან ასის წლის ცხოვრებას. ის იყო და ის. მამაჩემი ცოცხალი ვეღარ ავნახე. ამ თვალ მიუწვდომელ დედამიწის ზურგზეთ ერთი დათიკოღა დამრჩა. ჩავედით ქალაქში. ჩვენ დაგვაყენეს დიდი ბატონის ნათლ დედასთან. დათიკო ყოველდღიურად სკოლაში მიდიოდა, სადილად შინ მოვიდოდა, სადილს უკან წავიდოდა, ზარების დარეგვის დროს ისევ შინ დაბრუნდებოდა. მე ბევრი საქმე არ მქონდა, რა კი დათიკოს სკოლაში გავისტუმრებდი და სახლს დავგვიდი, მთელი დღე ისე გულხელდაკრეფილი ვიჯექი. ხანდისხან იქნება ბაზარში გავეგზავნე დედაბერს სამწვანილის საღებად. სხვას ყველაფერს თვითონ ხედულობდა. მეც რა კი ჩემ საქმეს ბოლოს მოუღებდი, ავიღებდი თავს და ქუჩის პირას ქვაზე ჩამოვჯდებოდი. ჩვენის ქუჩიდან ერთი ვიწრო ქუჩა უბრუნდებოდა და იქ ერთი პატარა საყდარი იდგა. იმის დასწრივ ერთი უშველებელი ავაყაფის კარიანი სახლი იყო. იქ ხშირად მინახავს ერთი მოზრდილი მერლის ბიჭი. უფრო საღამოს ხნობით გამოდიოდა, დაჯდებოდა კარების დირეზეთ და სულ რაღაც ხელნაწერს აკითხულობდა. მე ძალიან მიკვირდა, ვინ მოჯამაგირე მეთქი და ვინ წიგნის კითხვა. მე მაშინ ბრიხსა წიგნი მარტო სათავადო ხელობა მეგონა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ამ იმერლის ბიჭმა მიმიყვანა იმ მადლიან ადამიანთან, ვისთანაც ჩემი ორიოდე ნათელი დღე გამიტარებია. ქონებისა და ადამიანების თვალი ამიხილებია. ჩემი ბნელი ცხოვრების გზაზეთ იმის მეტი ვარსკვლავი არ ამოსულა. და ამ უპირო ქვეყანამ სვანურად ამაყვედროს. სული ისევ სულობს, როცა იმას ვიხსენებ, როცა იმას ვიგონებ. ამ ქვეყნად მადლი ღვთისა კიდევ ამწამს და კიდევ მგონია, რომ ამ ქვეყანასთან ძაფი არ გამწყდომია. აქი ამიტომაც ჩამრჩენია გონებაში ყოველი დღე, როცა მას შევხვედრი ვარ. დალოცა ღმერთმა ის კაცად კაცი. მოდელი იყო იმ პატარა საყდარში სწირავდა წეღან რომ მოგახსენეთ. რა დამავიწყებს იმ დღეს, როცა იგი პირველად ვნახე. კვირა დღე იყო, წირვა გამოსულიყო. საყდრის წინ ჯგუფად შეგროვილ ხალხში იდგა. ბევრი სიკეთე უნდა დაეთესოს კაცსა, რომელსაც
ეგრეს სიყვარულით გარს არტყია ხალხი. სწორედ კაცს რომ წყალი მოსწყურდება, ისე მომწყურდა მისი სიტყვების გაგება. გადავიხარე თავი რომ დამენახა და გამეგორმე. კაცო პეტრე, შენ შვილს მართლა შენ უშლის სწავლასა? მართალი გახლავთ. რა მაგი საქმეა? არა შეჯდა მწყერი ხეს არა იყო გვარი მის შენ ჯირი. როგორ თუ არა იყო გვარი მისი? ესე შენი ჯირიმე. ჩვენ გლეხ კაცებს გვეძახია. დღე და ღამე ოფლი უნდა ვიწუროთ და პური ისევ ჭამოთ. ღმერთს ეგრე უბრძანებია. ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენიო. წიგნი რა ჩვენი საქმეა. იშვენ დამშეულ კუჩს ვერ გააწყებს. ჩვენი წიგნი დედამიწა ვენაცვალე იმის მადლსა. როცა დედამიწას მწვანე ხავერდისფერი ჯეჯილის ყდა გადაეკვრება, მაშინ იმაზე დავკითხულობთ ჩვენს ბედს. ჩვენი კალამი დაუღალავი გუთანია. მელანი კიდევ გულღვიძლიდან გამოწურული ჩვენი ოფლი. ამოვაწებთ ოფლში გუთანს. გადაუხსნით ხოლმე დედამიწასა მადლიან გულსა, ჩავღრით შიგ თესლსა. როცა დრო მოვა, მივალთ და ის დალოცვილი მიწა თავის დღეში არ დაიღლება. ისი არ გაძუნწდება, რომ მიბარებული ერთი-ორად მაინც არ დაგვიბრუნოს. ტყუილად კი არ ეძახიან მიწას, დედაო. წიგნი კარგია, ვინ არის? ბევრი სხვა რამეც კარგია ამ ქვეყანაზე. ჩვენი კამდი ხელი არ მიგვიწუდება. ვინ ჩვენ, ვინ წიგნი? მესმის ჭკვიანო პეტრევ, შენი გულის ვითარება. შენ გუთანი გირჩევენია წიგნსა, იმიტომ რომ გუთანი დღეს პურს გაჭმევს. მართალი ბრძანებაა შენი ჯირიმე. ეხლა შენ ერთი ეს მითხარ. რომ არ გწოდნოდა რომ ცეცხლში რკინა არ ბილდება, საიდან გააკეთებდი ბარსაკვეთსა, ცულსა, ეჩოსა, რომითაც გუთნის ხეს ასთლი. რომ არ გწოდნოდა რომ ეგრე უნდა გამოყვანა გუთანსა, რით მოხნავდი მიწას. რომ არ გწოდნოდა რომელ მიწას როგორ უნდა მოხნა, ღრმად ჩაშვება ბარსაკვეთისა თუ თხლათა, რა გეშველებოდა? შენი მტერი იქნებოდა, მე ვიქნებოდი. აი საიდან მიცი ეს ყველაფერი? როგორ თუ საიდან? მამა პაპი შენი ჯირიმე. რაც გინახავს, გსმენია, მიხვედრილ ხარ, გონებაში ჩაქჩენია. აი ამას უერთიანად რას ეძახი? რა ვიცი შენი ჯირიმე რას ვეძახი? მაინც? ჩემ გამოცდილებას, ჭირნახულობასა, ჩემ ცოდნასა შენი ჯირიმე. კუც გიძღობს ეგ შენი ცოდნა. მაგას რა პასუხი უნდა შენი გუნესამე? ითონ შენ კარგად იცი რომ უმაგისო წყალში გადასაგდები ვიქნებოდით. ერთი ახლა ეს მითხარ კიდევ. რამდენი შენზე უფრო მცოდნე კაცია ქვეყანაზე? რა ვიცი შედალოცვილ. გონი თავზე დიმოდენი ბალანი არ მქონდეს. ჯობს ჯობი არ დაელე. აი იმ მცოდნე კაცების ჭირნახულობა, გამოცდილება, ცოდნა, რომ შენსაზე დაემატოს, კარგი იქნება. უფრო ადვილად არ გაიძღობ კუც, უფრო ცოტა ოფლით ბევრს არ მოიმკი. ღვთის წყალობა გქონდეთ რომ კარგი იქნება, მაგრამ ხათაბალა ის არის რომ თვალი იმათან არ მიმიწვდება და ყური. აბა საიდან სადაო წმინდა საბაო. ამოდენა დედამიწის ზურგზე სადვეძებო მე ისინი რომ გამოგკითხო რამე. მე რომ გაჩვენო იმისთან არამ, რომ მთელი ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიანი კაცების ნაცადი, ცოდნა თუ მოინდომებს უმუდამ ხელთა კონდეს. ერთ სიტყვით, რომელ ჭკვიან კაცთანაც გინდა შორიდანვე გაგალაპარაკო, რა სიტყვი? იმას ვიტყვი, რასაც მთელი ქვეყანა ამბობს. ეგ ხომ მისნობა იქნებოდა. და მაგის თანამისანია წიგნი. ახლა რა სიტყვი?
წიგნი გიშველის რამეს თუ არა? დაილოცა შენი ბირწყლიანობა. ნუ შეჯდება მწყერი ხესა, ნუ იქნება გვარი მისი. ჩემმა შვილმა კი წიგნი უნდა იცოდეს შენი ჭირი. მომეც ხელი შენი გუნესამე, ერთი გემთხვიო. შენ წიგნის სწავლა გინდა ძმობი? თუ ეგ გულში გედო რატო არ მითხარ? გულდახურული ყოფილხარ, ხო იცოდი რომ მე წიგს ვასწავლი ხოლმე შენისთანა კაი კაცი. თავი რა ჩავ? მარტო პირუტყვი ყურება დაბლა კაცმა კი უნდა ცას უყუროს. თითქოს ჩემი შეგწყო. აბა შემოხედე, მე შენისთანა კაცია. თუ მოწადინებული ხარ წიგნისათვის, მე ოსტატი და შენ შეგირდი. აი, როცა შინაურ საქმებს ბოლო მოუღო, გლახუკას უთხარ და ეგ მოგიყვანს ჩემთან. მე და შენ კაცები ვართ, ღვთისშვილები. იარე ჩემთან, აი, აქვე ვდგებარ. შენ ოღონდ იბეჯითე, ნუ წიგნზე ინაღლი, ნუ ცნურაფერზეთ, ყველაფერი გეკნებ. ყველას გულში ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, ღვთის განანთებული ცეცხლიანთია. ის ცეცხლი არ უნდა გავაკროთ. ის ცეცხლი მე, შენც და სხვასაცა ხანდისხან იმისთანა საქმეს გვაქნევინებს, რომ ქვეყანას აგვირებს. რა ვყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვარ. ვინ იცის ძმაო, ხვალ ბედი რო გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან. გითხრათ რომ ამ სიტყვებმა მუხლები მომიდრიკეს, მომინდომის იმის მუხლებზე მოხვევა არ დაიჭირეთ. ეს ასე კი იყო. მაგრამ მან მარდად დამცა ხელი მხარშია და ისე ღონივრად ამზიდა ერთ ფეხზე წამოჩოქილი, რომ როგორც ლურსმან ისე დამაყენა ფეხზე. მე სულელმა რა ვიცოდი მაშინ იმისთანა კაცის ყადრი. ბატონი რომ სადილიდან ჩამორჩენილ ნესვის ქერქს მოიგდებდა, მაშინვე მუხლზე საკოცნელად კინწის წამაბარბაცებდნენ. ამან კი ობოლს, ოხერს ძმობა დამიპირა. ყმასთან არის თაგილა ძმობა. ყმასთან რომელსაც როცა კი ბატონი მოიწადინებს, ქოპაკ ძაღლზედ გაცვლის. დიდი ხანი მელაპარაკა და ბევრი რამ მითხრა, მაგრამ ხსოვნა მიღალატა და ეხლა არ მაგონდება. ეს კი ვიცი რომ იმის სიტყვებმა ძლიერ ჩამაფიქრეს და მას შემდეგ თუნდაც ჩემი სულთან ხუთავი ყოფილიყო, თამამად თვალს გაუსწორებდი. აქამდე კი კაცისაც მრცხვენოდი. მე აღარ გავაგრძელებ ჩემს წიგნის სწავლას. ისეც აგრძელდება ჩემი ამბავი. მარტო იმას კი გეტყვი, მამა შვილს ისე როგორ მოექცევა, როგორც ის მე მეკცეოდი. მალე მიმახვედრა წიგნსა. 3-4 თვეზე არათუ წიგნის კითხვა შემეძლო, სხვასაც ბევრ ამის მივხვდი და გიგითხარი, როცა იმ კაცს ვიხსენებ, მადლი ღვთისა კიდევ ამწამს ამ ქვეყანას. ყოველი დღე მასთან შეხვედრა გონებაში ღრმად ჩამრჩენია და რაც რამ უთქვამს ჩემთვის, დღევანდლამდე სიზმარვით დამხსოვნები. შენ, ჩემო გაბრიელ, ერთი კაი წიგნი მინდა გაჩუქო. აი ძმაო,
ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზე, ამას ჯერ არასჯობიერა. ძნელი გასაგები კი იქნება, მაგრამ ერთ-ერთმანეთს ვუშველით და გავიგებთ. ბევრგან იმის სიტყვები გაჭირვებაში გულს მოგფხანენ, ჭირს გაგიადვილებენ, გულს და გონებას გაგიწვრთნიან და სიკეთისთვის წაგახალისებენ. კაცი ის არის, ჩემო ძმაო, ვინც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს ხიდად გაზდებს, რომ თუ თვითონ არა სხვა მაინც შვიდობით გაიაროს. აქ ერთგანა სწორედ ეს წერია, უნდა კაცი კაცისათვის სიცოცხლის არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. ასე გავიდა 5 წელიწადი. მე-6 წელიწადი რომ დაიწყო, დიდი ბატონის სიკვდილის ამბავი მოგვივიდა. დათიკოს ისედაც გული აცრუებული ჰქონდა სწავლაზე, გარე-გარე დადიოდა, ხანდახან მამლის ყვილამდეც არ შემოვიდოდა შინ და ახლა დიდხანს აღარ უფიქრია. ფიცხლავშინიდან ცხენები დაიბარა და სამუდამოდ შინ წასვლა გადაწყვიტა. 2 დღეს უკან ჩვენი სოფლის ბოლოებში მივედით. მზეჯერ ჩასული არ იყო და მთის წვერზე ცეცხლივით ენთო. ჩემი მიწაწყლის სიომრომ დამკრა, გული ამიტოვდა. ის მთა, ის ბარი, ის ტყე, ის მინდორველი რომ დავინახე, ავივსელ ხინითა და სიამითა. ის რაც გულში მაშინ დამეტრიალდა, არც სიხარულს აღგავდა და არც ნაღველსა. გულში რაღაც მზიანი ჩრდილი იყო, თითქო ნაღველი სიხარულში გაიშალაოდა სიხარული ნაღველში. გული ოდნავ და მეტად ტკბილად მისცემდა. ყველაფერი ჩემს გარს თითქო რაღაც კარგსა და დიდი ხნის დავიწყებულ ამბავს მიამბობდა. იმ დროს რომ კაცს ჩემთვის ხმა გაეცა, მეწყინებოდა. თავისი მიწაწყალი დიდი რამ ყოფილა კაცისათვის. ვინც თავის მიწაწყალს არ მოშორებია, ეგ იმას ვერ უცნია. ვაი, სადაური, სადაგვდები. ჩემო გაბრიელ, მე შენ სანაბარასა ვარ. აი ეს სახლი, ეს კარი, საქონელი, მამულდედული, შენთვის ჩამიბარები. მეც მაცხოვრე და შენც ცხოვრე. დათიკომეს რომ მითხრა, ერთი კარგი ხელი ტანისამოსი მაჩუკა. მე რომ ის შავიცვი თავადიშვილში ვერ გამომარჩევდი. ჩავიბარე ყველაფერი და მალე საქმე ისე მივიყვანე, სახლიდან ბეწვის ოდენაც არ აიკარგებოდა. დათიკოც პირშავად არ იყო ჩემთან. ტოლამხანაგად მინახავდა და ძალიან მადლობელი იყო ჩემ. ყველაფერში კაი ყმაწვილი კაცი იყო. შვენიერი სანახაობისა, გულუხვი, გულმარდი, გიჟმაჟი და ვაჟკაცი. თოფისა და იარაღის ხმარებაში იმას ორიც არ ასჯობდა. ის რომ ყარაბახულ ცხენზე შეჯდებოდა, ყელმოღერებული, აღვის ხესავით, ადამიანს თვალიზე დარჩებოდა. მაგრამ ერთი ავისენი სჭირდა და იმ სენმა ისე იმას არავნო, როგორც მე. რა კი გულში ვისიმე ქალის ფიქრს ჩაიდებდა, თავის გულის წადილისათვის არაფერს დაერიდებოდა, არაფერს არ ითაგილებდა, არაფერს არავის დაზოგავდა, ყველაფერს და ყველას ხიდად გაზდებდა და უნდობლად და თვითონ გაივლიდა. ბევრს გლეხის გოგოს მოუკლა იმ ამოსი, ბევრს კაი ოჯახის შვილს თავზე ლაფი დაასხა. სხვა მხრივ კი კაი მოგეცეთ, კარგი ის იყო. მე რომ ის არ ამყარებოდა, ცუდად დაუმიწევდი მოხდენილ მხარბეჭს. ადრევე იყო ჩემი ხელისაგან გასანიაღებელი, მაგრამ ჩემი გაუბედაობა თუ იმისი სიყვარული ჩემს გულს იმორჩილებდა. იმორჩილებდა იმ დრომდინ, მინამ მე და ის ერთ გზაზეთ, ერთმანეთს არ გადავიხარიხინით. ის მე არ ჩამომეცალა და არ მიქცია გზა. ჩვენი სოფლის ბოლოს ერთი კაი ოჯახის შვილი იდგა ჩვენის ბატონის ყმა, პეპია ერქვა სახელად.
კეთილი რადმე კაცი იყო, ხანში შესული, დროული, გლეხკაცობაში სახელიანი და პატივცემული. იმას შენი ჭირიმე იქნებ მარტო ჩემს საუბედუროდ ერთი ახირებულად მადლიანი ჯერანვით ლამაზი გოგო ხალდა. ის იყო პეპიას სული და გული და იმის მეტის არავინ შერჩენოდა ახლად დაქვრივებულ პეპიას. ბევრი თავადი შვილის ქალი ნატრევდა იმის ჯერანვით მოღრებულ ყელსა, იმის გიშრის თვალსა და ლერწამტანსა. აკი გამიწვრა ჩემი გამჩენი და პეპიას ქალს სადღაც თვალი მოვკარი. როგორც თოფის წამალი ნაბერწყლისაგან, ისე აუფეთქდი სიყვარულისა და ნატვრისაგან. რაღა გაგიგრძელოთ, თურმე ნოიტყვით იმ გოგოსაც ჩემი ფიქრი მისცემოდა. ქალო, რა მიგარბენინებს? გელი ხომ არა ვარ, ბიჭი ვარ ადამიანი. ნუ გარბი შენი კვირესა. შენ ხელთ მომიცია ჩემი საბელი ყელისა. გზა. მამა მყავს და ნამუსი მაქვს. ღმერთმა ნურც ერთსა და ნურც მეორეს ნუ მოგაშოროს. მე სამტროდ არ მოვსულ ვარ. ღმერთო, შენ ხომ იცი, ჩემი გული და წადილი ისეთი წმინდა, კელაპტრად ხატს აენთება. რისა გეშინია, რომ ვერ ხვიათრდია? ცარისხვი თავზე დამექცეს. ფეხქვეშ დედამიწა გამეროვეს, თუ გაბრიელმა შენზე ავიფიქრი გულს გაიდაროს. დამეხსენ. არ დაგეხსნები. არ დაგეხსნები, ვიდრე ჩემი გულის წადილს არ შეიტყობ. მე ქმარი და შენ ცოლი. ერთი ობოლი ბიჭი ვარ, მაგრამ შენი სპირისაგან თქმულს ღვთისრის სხვასაც ავიტან. ნუ დამადნელოდინითა, ხმა გამეხმა, მითხარი, გინდი ვარ თუ არა. გამიშვი ადამიანი. სუდად ნუ გადამკიდები ხარ. ქვეყანა დადი სირცხვილი. სირცხვილი იმას, ვინც საძრახის ინდომს. არ გაგიშვებ. რომ გაგიშო ჩემი სულის თან დაწაკაყო. რასაც მიგმდარები მის პასუხი მითხარ და ინაცვლე ჩემი თავიდეც. რა გითხრა ადამიანი? ანჰო. ანარადა მოგავიდეც. შენ სიკვდილს კიდევ ჰოს თქმა მირჩევნია, შეუბრალოდ იმედ გადაწყვეტილო. გოგო ვისია? ჩემი გახლავთ შენი ჭირიმე. კაი საპროშტავი ყოფილა. რა დახარ ეგრე მოწყენილი შემოსიგეთ? დღეს ავი დღე გამithენდა. რადა? ავი იმას, ვინ შენთვის ავი მოინდომოს. რადა ნახო? არის მიზეზი. მაინც. დღეს მამა ჩემი ცუდგუნებაზეთ მოვიდა საყდრიდან და იმიტომ. შენ დღეს საყდარში ვარ. ვიყავ? რაზე დაფეთქდი? ბატონი იყო. იქ იყო? დერეფანში იდგა, როცა მე წინ გამოუვარე. შენ წინ გამოუვარე? გიტო! გიტო! ვაი, რას ვიბრძენებ შენ? პეპიას სახლი იცი? თუ ვიბრძანებ, ეხლა. გინახავს იმისი გოგო. როგორ არის შენი წიგნი?
აბა გოგო ის არის აი იმის ბადალი დუნიაზე არ იქნება. აშ თუ ეგრეა, შენიცი და შენმა ბიჭო. მე გასათხოვარიც არის. თუ კაი ჩოხა გინდა, თუ არა და კატასავით სარზე ჩამოგახვრ. ბატონი ბრძანდები. ადვილი. ეი მარტო ეს არის ძნელი რომ იმ გოგოს საყვარელი ჰყავს და ცოლქრობაც ნათქვამი აქვს. მაგრამ რაც უნდა იყოს დედაკაცია. ერთი ჩაქსულა კაბა და იმისი ჯანი. ნამუს წართმეული ხომ არ არის ჯერ? უცოდველია როგორც გრიტი. ვინ არის იმის საყვარელი? ეი ვინა და ეი ჩვენი გაბრო. გაბრო. ეწყინა ეგ რომ მითხარი. მაგრამ არა უშავს რა. შენაც გითხარი საქენი, მე და გაბრო მოვრიგდებით. მოვრიგდებითო. ვაი, შენს გაბრიელსა, რაც უდად უცნი ხარ. შერმადინს სეტყვის უბრძანებს პირმზე ნათელთა მფენელი. ესე დღე არის იმედი ჩემის გულის სამლხენელი. შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი. მაქებრად ამბის მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი. მტერთა ჩემთა ენაპირე ძალინურა მოგაგულდების. ერთგულთათვის კარგი ნუქშურს ორგული მცა შენი კვდების. შემოვიქცე შენი ჩემგან ვალი კარგად კარგი ხდების. პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების. ვენაცვალე შენს დამწერსა. აი პატრონყმობა თუ იყოს ამისთან. მოგწონს? აბარა. მართალი ხარ, უარესა ეგასჯობია. უფალო შენი სახელი სჭირიმე. შენთვის მომებარებია ჩემი უცოდველი თამრო. ნუ გაუმრუდებ გზას. ღმერთო მფარველო მართლისაო. ნუ დამანახვებ ჩემი შვილის მიწასთან გასწორებას. პეპიას გაუმარჯოს. ვინა ხარ? თუ ავისული არა ხარ, ამ დროს აქ რა ხელი გაქვს? ავსულობას ნუ მწამებ. მე შენთან მოსალაპარაკებელი მაქვს. ვინა ხარ? ვინ? შენი კეთილის მყოფელი გაბრიელი ვარ. გაბრიელი. მე შენთან საქმე არა მაქვს რა. შენ რომ კაი კაცი იყო, მზეს არ დაემალებოდი. ამ დროს ძაღლსაც კი სძინავს. არ გეყურება შეუბედურის დღისა, რომ ძიმე საქმე მაქვს მეთქი. შენი ბატონის პატრონს რა საქმე უნდა გქონდეთ თუ არა სულის წაწმენდისა? რა გინდათ შვილო ჩემგან? როგორ არ გებრალებით ეგ ბებერი, უღონო, უპატრონო კაცი? თქვენში ღმერთი არ არის? ღმერთიც არის და ღმრთისგან ჩაგონებული სიკეთეც. იცი რა მადლიცა ტრიალებს თქვენს გულში ვიცი. ეს გული დამიწდეს თუ შენი ღალატი შიგედოს. თუ ღმერთს ეგ წამს გამშორდი. ბევრი გველი მინახავს ჯერ გულში ჩაზრომოდეს კაცსა და მერე კი დაეშხამოს. შენი გამჩენის გულისათვის მამშორდი. ნუ შემამთხელ ცოდვას. ჩემი მორევნა ადვილია, მაგრამ მოტყუება კი ძნელია. ეი, მე დაკარგულო უბედურო კაცო. რად მწამებავ კაცობას, რად არ მენდობი? მე ხომ შენთვის ცუდი არა მიქნია რა. მაშინ გაბრიელი ვერ გიცნია. სამაგისო რა მიქნია რა. მომენდე და მაშინ ახავ რა კაცი ვარ. ღვთის წინაშე გაძლევ ფიცს, რომ მე შენი სიკეთისათვის ვარ აქ მოსული. დამიჯერებ კარგი არა და მე მაინც ჩემს თავს შენთვის არ დავზოგავ. შენს ღმერთს აპატიე, შენს ღმერთს.
ღმერთი ხომოწამია შენზე ავი არა გამიგიარა, მაგრამ რა ვქნა მე უბედურის დღისამ შვილი მეღუპება ერთადერთი შვილი ცოცხლად მემარხება გესმის ეს ჩემო გაბრიელ მოდი და უნდოლო ვიქნები შენს ღმერთს აპატიე შენს ღმერთს უბედურმა მამამ რა ვქნა ვის მივენდო ვის ამწოდვით სავსე ადამიანის შვილებში ძმას არ ვენდობი ძმას მაგ საქმეში მაგრამ მაცთუნებ თუ არ მაცთუნებ შენ კი უნდა მოგენდო აჰა ჩემი საბელი ყელის შენიც გინდა გველივით გამსრისე გინდა დამიხსენ წაწმედისაგან შენიცი და შენ მაკმაწულ კაცობამა შემიბრალე და ნუ დამანახვებ ჩემი თამროს უნამუსობასა შენის ხელით ცოცხალი დამარხე და მაგას კი ნუ მიზამრო ჩემი თამრო ვაიმე შვილო გული დაიმშვიდე კაცი ხარ რომ სხვა რა იყოს რა ნუ გეშინიან ისი არა წვიმს როგორც ახქუხს ღმერთი მოწყალია ყველანი კარგად ვიქნებით ხოშენი ჭირიმე გაბრიელ ეგრე გეთაყვანე შეასხელთავა შვილო და შენიცი აი გეთაყვა ცრომს მოიწმენ და დავდინჯდები ოღონდ მიშველე რამე შენი კუნესამე შენი იცი რა ჩემო გაბრიელ მე წავალ ბატონს ფექვეს ჩაუვარდები იქნებ ღმერთი შემეწიოს და როგორმე თავი შევაბრალო შენ ბატონს კარგად ვერ იცნობ მარა ვქნა ეგ საქმე მე დამაცან შენი დახმარება მარტო იმისათვის მინდა რომ თვალყური გეჭიროს ნამეტნავად გიტოს გაუფრთხილდი ის ძაღლი კაცია როგორც მორიელი ისე შემოგეპარება და დაგსუნთქავს დანარჩენი მე ვიცი ეგრე შენი ჭირიმე ეგრე ღმერთი იყოს შენი გადამხდელი ბიჭო გაბრიელ მე ერთი ქალიღა შემარჩინა ბედმა და იმის მეტი არავინ არ მივისა მტიალ ქვეყანაზე და მოდი ის ცოლი და შენ ქმარი ჰა მეც მამა თქვენი ვიქნები ჰა რა სიტყვი ბიჭო რას გაჩერდი თუ არ გინდა თქვი მე მაგით გულს არ მატკენ ცოლქმრობა ნებითა არ მინდაო რას ამბობ ადამიანო ჩემი ნატრა ეგ იყო აი ვენაცვალე ჩემს იღბალს ნატრა თუ ასრულდეს მაგეთი დაალახვრა ღმერთმა ვერ მომიხერხებიან პირდაპირ გეტყვი ცოლქმრობა ერთმანეთისათვის ნათქვამისა გვაქვს ეხლა რა გიშენინებაც არის ჩემს ბედს ძაღლიც არ დახრებს გიშველოს ღმერთმა შენსა და ამ ქვეყანასაც რომ ნატრა ცარიელ ნატრად არ რჩება ცის ქვეშ ცოლქმრობა კი გვითქვამს მაგრამ არც შენთან და არც ღმერთთან პირშავად არა ვართ ღმერთო ხომ შენ ახარ მოწმე ჩვენი სიყვარული წმინდა არის როგორც ანკარა მთისწყარო თუმზის შუქი წყაროს ამღრევს მას ჩვენს სიყვარულსაც ჩვენი გული აუმღრევია სამ რისხვით მკითხოს და დედამიწამ არ მომიღოს თუ ცოდვა რამე ჩვენს გულში ჩასახულიყოს ნუ შიშო ღმერთთანაც და შენთანაც ორივე პირნათლად ვართ ღმერთია მის თავდები ღმერთი მომკავ აქვე ჩამაქვალი ჩემო გაბრიელ მიწასთან გამასწორე ცუდი გული მაქვს სოხერი უნდო მე საწყალი ჩემი გოგო ძალიან მიყვარს შენ შვილი და მე მამა
მე სულელ სხვა რაღა მინდა ჩემო გაბრიელ. Hey! Şenay! Fotoğrafmak. İgrem çekdiniya, ha? Neresi şeni? რა ზამბობ ადამიანო ნეტავი ვიცოდე რა ჩემი დენია რა ჩეკდინია? მითამარ ვიცი, მითამარ ჩენიცი, თავი მოიკატუნე. მე ჩიტმა ამბავი მომიტანა. რა ზამბობ ადამიანო რას აი შემასხარავ შენა. შეგცეს რომ მამას უმალავ შეგცეს. მამას მზემდა თავი არ მომიგდეს მე შენი ლაპარაკი არ მესმოდეს დამაცადე შეცუღლუტო დამაცალე. ასეთ კაც მიგათხორო, სულ შენ დღენი გაწყევნო დამაცა. წვადლი ვამბობ ადამიანი თუ სიზმრივ რა ზამბობ სიზმარს გეუბნები, როცა ერთ რეგვენ ქმარს მიგათხებ, მაშინ ეს სიზმარი აგიცხადდება დამაცა. ღმერთო ჩემო რას გადამგიდებია მაშინ სხვარი გადაუშტვინ. დაუშვედ რა ბულბული ვარ აი ლოდა ხვალო მე კი მიყივლია და რა გიყივლია რო რეგვენ ქმარს მიგცემ. კიდევ უწინამთ დღე გავქრობია არ მოგდის გუნებაში. მამი ღვთის გულისათვის დამეხსენ რაც უდგუნებაზე ამდგარ ხარ არ დაგეხსნები შეცუღლო. გუნებას ნუ მირევ დამეხსენ მეთქი მე შენთვის ქმარი მიშოვნია. თუ გავთხოვდე მაშინ მაშ არ გთხოვდები? არა რატო? იმიტომ მაინც იმიტომ არ შეირთავ, ხა? ორ ხელმწიფიშვილიც რომ იყოს არ შევირთავ ეხლა არ დამეხსნები მაშინ როგორც გატყობ, არც გაბრიელ შეირთავ, ხა? ხა? არ შეირთავ. ბატონი ხარ, მე ძალას არ დაგატან. ხმა მოიღე, რატო ჩაგივარდე იქ შენი ტექნიკა ენა? ვინ გამიმახეში, ვინა? შენა, დამეხსენ რას გადამეკიდე ადამიანო ქვია თქვი ვინ გამიმახეში? ბიჭო რა გინდა ჩემგან აბა თუ ქალი ხარ და მეტყვი. ღმერთო ჩემო არ დამეხსნები არ დამეხსნები მამი აქ მოშვილო, გვეყოფა ხუმრობა. თუ შენ თქმასა თაკილობ, მე გეტყვი ჩემო იმედო. მამისა იმას უნდა ეთაგილებოდეს, ვინც მამასთან პირშავია. შენ იმისთან არა ხარ ჩემო სალხენო. აქ მოშვილო, აქ. მე გაბრიელმა ყველაფერი მითხრა ჩემო კარგო. მე ყველაფერი ვიცი. ერთმანეთ შაქრის ყინულსავით ტკბილად შეგაბეროთ. გაბრიელი კაიალალი ბიჭია. გლეხკაც მეტიც არა უნდა რა. ისე გაგიფრთხილდება როგორც თავის ორთვას, ჩემო იმედო ქვეყნისა. კაი პატრონი მოგცა ღმერთმა, მადლი უფალსა. მე ახლა თუნდა შენს კალთაში სულიც დავლიო, მაგდენს აღარ მინაღული. გაბრიელ, ერთი ჩემთან შემოვა. დილასაც დავაძახდნენ და შინარიყავი. სად ბრუნდებოდი ჩემო შერმადინი? არ სად ისე დავეხეტებოდი. ასე ადრე. რაც შენთვის ადრეა, ის შენთვის ადრე არ არის. ეგრე გადაკვირით ლაპარაკი რა დიცი. ეგრე გაუჩენივა რომელსაც. გული დამიგდე. შენ რაღაც ნაღველი გაქვს და მე მიმალა. იქნება. არა, თუ ღმერთი გწევს. მართალს მოგახსენებ. მოდი მითხარ, რა ნაღველი გაქვს. თქმა ადვილია ბატონი ხარ, გეტყოდი, მაგრამ შენთვის რა ხელსაყრელია. ეგ მე ვიცი. მე რატომ აღარ უნდა ვიცოდე?
შენ შეიტყობ. თუ აგრია მოგახსენებ. მე პეპიას გოგო მიყვარს და ჯვარი უნდა დავიწერო. მე რა გიშლის? პეპია ცოლზედ მგლოვიარედ არის, სულ 6 თვე არ არის, რაც ცოლი დამარხა და ჯერ ხნობით ეგ მიშლის. სულელი ყოფილხარ. რადა? ჯვარს რომ იწერ. მაშინ. მაშისა რომ ქალი ჟინის საკლავად არის კარგი და არა ზურგზე ასაკითად. მაგრამ მე არ გიშლი დაიწერე ჯვარი. მზითევი და შენი დაბინაება ჩემი კისერი იყოს. შენ რა შუაში ხარ მზითებს რომ პირდები? ქალი ჩემია და მზითევსაც იმიტომ გპირდები რომ ჯერ ჩემი იქნება. ეგ რას თქვი? ის თქვი რაც გაიგონე. დათიკო. მე გლეხ კაცი ვარ და შენ ბატონი. გევედრები გზიდან ჩავამეცალი. გულიდან მომამარეცხინებ შენ სიყვარულს, შენ სერტგულებას და ინაცვალე ჩემი ობოლი თავი. დათიკო. თუ ღმერთი გიყვარს და შენი გამჩენი გწამს, თავიდან მოიშორე იმ გოგოზე ფიქრი. ნუ ამაყრევინებ შენზე გულსა, შენთან ვარ შეზრდილი, შენი ჭირიმე დათიკო. ცოდვას დამეხსენ. მაგისთანა ვაშკაცი ხარ და შენი გული როგორ ვერ დაგიმორჩილები. მადლიხენ და შენი მოიკავო, ყველას დაგითმობ და იმ გოგოს ნამუს კი არა. ის გოგო ჩემი. ჯერ ჩემია მეთქი, მე თუნდა შენი იყოს თუ სხვისა. დათიკო შენი ჭირიმე, ხიფაც ნუ შემამთხოვ, ცოდვაში ნუ გამხვევ. დამითმე ის გოგო და შენს ღმერთს დაამადლე. როცა მე ჩემს ასავასრულებ, მე შენთვის დამილოცნია. მართალს ამბობ და აღარ ხუმრობ. შენი ცალი ვიქნები შენ რომ გახუმრო. მას გაბრიელს თავზე ქუდი არ ეხუროს თუ შენი წადილი შეისრულო. თუ ღმერთი გწამს, წინ არ გწამს. რაც გადაგიდგები და მეცაც გიზამ. მე მუქრები თუ. ძალი შემწევს ქადილის საფრიდონის არ იყოს. შენი შერცვენილი იყოს, ვინც შენისთანა შეუშინეს. სად მიყევარ დათიკო? ნუ გამწირავ, შემიბრალე შენი გაბრიელი. წყალსაც წავხარ. გოგოს მარტო მე უნდივარ დათიკო. ღმერთთან სოლქმრობის პირობა მიგვიცი. ღმერთმა შენ შეგარცხვინოს და თქვენი პირობაცა. დათიკო, შენს ბედის წერას აუტანი ხარ. დამე კარგი აქედან. დათიკო, არ გეცოდება იმის დროული მამა. იმის მეტი შვილი არ ახავს. ნუ დაასხამ თავზე დლაბს, ნუ დაეწყევლინები. აქედან გამეცალე მეთქი. დათიკო, არ გებრალება ის ღვთისმსული უცოდველი გოგო. ნუ წაართმე მამოს. მე მაჩუქე იმისა. მერე შენ გაჩუქე. მერე დარახლა. ფუ, მაგნამუს, მაგკაცობასა. იმედმოშორებულმა და გაბრაზებულმა გავიზერ ხანჯალი და გადავდგი ბიჭი თუ არა დათიკოსკენ. მეორე ოთახიდან გამოცივდნენ ბიჭები. მოვსივდნენ უკანიდან და გამაკავეს. ხანჯალი ხელიდან გამოვარდა. თურმე ეს წინათვე განეზრახა დათიკოს. წინათვე ყველაფერი გაემზადებინა, რომ მე სამართალში მივცემოდი და ამით თავიდან მოვეშორებინე. მე რა ვიცოდი. ერთი კი ძალგულიანად შევბერტყე ჩემი დამჭერები, იქნება ხელიდან წაუვიდე მეთქი, მაგრამ იმ დალოცილი შვილებს რკინის ჭახრაგისებრ მაგრა ვეჭირე. ფუ, მაგისთანა ვაშკაცობასა. ფუ, მაგისთანა თავადი შვილობასა. მაინც კიდევ გზას გიპოვი და შენს უნამუსობას ქათამივით ზედ წაგაკლავ. მას შენ და პეპიამ შეხკარით პირობა რომ შენი ბატონი დღეს დილით მოგებოდათ. ცოდვას ნუ აიღებდი ამ ბეგოკის ერზედ. პეპიამ საქმეში ღმერთსავით ალალია და უცოდვე. ნუ მიქარა. მაშინ ღამეს რომ პეპიასთან იყავ რას ეკეთებდი? აბა რა ღამეს? აი დერეფანში რომ ლაპარაკობდით.
ღმერთი რჯული არც მაშინ და არც მერე ბატონის მოკლის ფიქრი ჩვენ გულში არ გაგვიტარებია. აბა, ძალიან დაგიჯერებ, აი. მაშ რისთვის იყავ თუ არ მაგისთვის? პეპიას ქალი ვთხოვე. მე და თამროს ერთმანეთი გვიყვარს. აი, მამა შენი სხონება არ მომატყუა. გავყარეთ ბორკილები და საწუხაროში შეაგდეთ. 3 თუ 4 თვე ვეგდე იმ საძაგელ სამყოფელში. რა გითხრა რა ჭირი გამოვიარე? ჩემი თავის ჯავრი ხომ კლავდა. პეპიას და იმის გოგოს ნაღველი უფრო მაწუხებდა. 4 თვის უკან მოწმეების კითხვა გაათავეს და დიდ სატუსაღოში გამგზავნეს, საცა ნაჩალნიკი და სასამართლო იმყოფებოდა. 2 წელიწადით იმ სატუსაღოში ვეგდე. 2 წლის შემდეგ განაჩენი წამიკითხეს. მე ხაროს სათხრელად დავენიშნე და საწყალი პეპიას საციმბიროდ გაეხადათ. 7 თუ 8 თვემ კიდევ გაიარა და ბოლოს მითხრეს, რომ შენი გაგზავნის დრო მოვიდაო. შემხსნეს ბორკილი, გამიკეთეს ახალი და სატუსაღოს გალავანში გამომიყვანეს. გაზაფხულის პირი იყო. გალავანში 15-20 სამგზავროდ გამზადებული სალდათი მწკრივად იდგა. გამოიყვანეს სხვა ოთახებიდან სხვა ტუსაღებიცა. პეპიაო, კაცო, შენ ახარ? ვაი, შენს დამნახავს. შვილო, გაბრიელ, შენც აქ ახარ. მოგიკვდეს თავის საცოდაო პეპიაო. ჩემი თამრო აბა ახლა კი ცოცხლად დამარხული იქნება. ვაიმე შვილო, ყველა იმედი შენი დახსნისა ეხლა დამეყופה. შენ რაღაც ჩემო გაბრიელ, შენ რაღაც თქვათ მე იმისათვის, რომ უბედური შვილის უბედური მამა ვარ. შენ რაღაც შეუბედური დღისავ. მეც იმიტომ ჩემო პეპიაო, რომ შენი სიკეთე მოვინდო, მაგრამ ეხლა აღარა გიშველისა. ჩვენ სამნი უილაჯუნი ვართ, იმისაკენ კი მთელი ქვეყანა ყოფილა. ნუ სტირიც რეომს ამ ქვეყანაში გასავალი არ ჰქონია, ტყუილად ნუღრი. ღმერთი გვიპატიებს თუ კაცმა ვერ გვიპატივა. ჩემო გაბრიელ, არც ღმერთი ყოფილა ჩვენსკენ. ვაიმე შვილო თამრო, გათავდა ყველაფერი ჩემთვის. ამ ქვეყანაზეც მე აღარ დამჩენი არა. გალავანს გარეთ რომ გამოვედით, საწყალი პეპია და ერთი ტუსაღი ურემზე დასვეს და წამოვედით. 7 დღეზე მყინვარის მთას დაუახლოვით. ჩამობინდდა. მეორმემ დაიძახა, ურემი გატყდაო და ყველანი შეგვაყენეს. სალდათები გარშემო მოგვისხდნენ. ზოგმა ჩიბუხის კეთება დაიწყო, ზოგმა პურის ჭამა, ზოგი წამოწვა. ჩვენ ჩავსხდით. ტუსაღები ამბობდნენ, რომ ხვალ საქართველოს მიჯნას გავცილდებითო. გული მომიკვდეს, რომ გავიგონე და დავღონდი. ჩემის თანაუთვისტომო ადამიანისათვის ქვეყანა ყველგან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქართველისათვის საქართველო დიდი რამა ყოფილა. რაც უნდა იყოს შენი ჭირიმე, ჩვენი აკვანი საქართველო, ჩვენი მამა პაპის საფლავი საქართველო, ჩვენი ენის ქვეყანა ეს არის, ჩვენი სიტყვა პასუხის გამგონი ეს არის, ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე. და თუ გული გაქვს, გულიც აქ არის, თუ სიყვარული გაქვს, სიყვარულიც აქ თუ იქნება. ახლა კლიბი გამოგაძებათ. აბა,
ბავშვობის უღმერთი გწამს ვინ ახარ ბნელში ვერ მოვჩიო გითხარი შენი სახელი და დაგვალოცინე შენი თავი სახელი რა გინდათ ვინც არ ის ვიქნები თუ გინდა დამლოცეთ სანთელ საკმელი თავის გზას არ დაკარგავს ის ღამე ერთ უდაბურ ხევში გავათენეთ. მე მაშინვე დავიწყე ბორგილების გაქლებვა და რიჟრაჟზე ძლივს დავამტვრია. მერე ცოტა თუ ბევრი უგზო უყუდვიარეთ. პეპიამ სიარული ვეღარ შეძლო. წამოვიკიდე საწოდავი და თუმცა მას თაგილობდა ისე წავიყვანე. საწყალი საწოდავად გახდა. თვალები ჩაუძვრა. ლოყები ყბებს შუა ჩაეგეცა. შვილო გაბრიელ აქ დამაყენ მე სიარული აღარ შემიძლია ფეხმუხლი მიცივდება შვილო გუდები ვაირო უზიარებელი გუდები შვილო ჩემი სისხლის ჩემ კვლელს აბადია მეც მიპატიებია მაგრამ თუ თამრო ნამუსწართმეული ნახო შემომფიცე რომ იმის დამღუპელს მზეს დაუბნელებ შემომფიცე რომ ისე უზიარებელს და შეუნდობარს მოჰკლავ როგორც მე ვკვდები შემომფიცე თუ ეხცოდვა იყოს მე ამერია კისად ფიცავ ფარაჯა გაუშალეს საწყალ მოხუცს და მიწაზე დავაწვი საღამო ხანი იყო მზეც გადაიხარა ძლივს აღფეთქავდა საწყალი მე თავი დაუჯექ ვიყავით ორნი მუშველებელს მთის წვერზე და მარტოდ მარტონი მზე წითლად ყვითლად ელვარე ხუოდა მთის წვერისაკენ გადახრილი ქვეყანა გაზაფხულისაგან ხელახლად გაცოცხლებული და გაღვიძებული როგორც აკვნიდან ბავშვი ისე გამოიყურებოდა ტკბილად ყველა იყო ბედნიერი ჩვენს გარშემო ჩვენს გარდა მე და პეპია ვიყავით მარტო უბედურნი ისა ხვდებოდა და მე გაბოროტებული ქულმოწყვეტილი დავყურებდი მომაკვდავსა ფიცი კიცე უნდა იყოს პირისპირ იქ საიქიოში შეხვდებით ფიცი მომე ვაი ნედარი ახლა ჩემი თამრო დავანახვა ნედარი ერთი კიდევ თვალით მაჩვენა რომ სული ტკბილად გამელია ჩემო კარგო შვილო ჩემო მამის ერთავ თამრო სადა ხარ ახლა რატო ჩაგივარდა იქ შენი ტიკ-ტიკა ენა რატომ შენ საცოდავ მამას თვალებს არ დაუხუჭავ შვილო რატო ხელებს გულზე არ დაუკრებ რატომ არ დაიტირებ შვილო შენი დაუტირებელი უნდა მოუხდე შვილო თამრო ბედმა იქამდინაც მიმიყვანა რომ კაციც უნდა მომაკვლევინოს დაილოცა ღმერთო შენი სამართალი მე გაბრიელს კაცის კulis სოდვა უნდა დამედოს კაცის სისხლში უნდა გამესვაროს ხელი ღმერთო თამრო უცოდვილად დამახვეთრე რომ მეც ქვეყანას ვაპატიო პეპიასავით ჩემი მიწასთან გასწორება და თავით სოდვისაგან დავიხსნი ღმერთო მომხედე ნუ მიმიყვან იქამდე
მეორე დღეს საღამოზე დიღმის ვიწროებში მივედი და იქ ერთ დუქანში შევედი. პურის ჭამას რომ ვათავებდი, ერთი დროშკა მოადგა დუქნის კარებსა. შიგ ერთი ქალი და ერთი ქალაქის ბიჭი იჯდა. ედუქნელ, ცალკე ოთახი არა გაქვს? რამდენიც გინდა? ვაი შენ ჩემო თავ. თვალები ხომ არ მატყუებს. თამრო. გაბრიელ. მამა რა მეკნა? მამა. მოშორდა ამ წუთის სოფელს. ერთი მითხარი რა მოგიყვანა აქა? მაგას ნუ არ მკითხავ. ნუ მკითხავ. შენი თამრო დიდი ხანია დამიწებულია. შენი თამრო მოკვდა. მაშინ ვინახა? ის თამრო აღარა. შემიბრალე და დამიტირე უბედური. დარეტიანებული გამოვარდი გარეთ და წამოვედი. ჩემი ყვაყმანი კაცის კვლის თაობაზე იმ დღეს სრულიად დასრულდა. იმ გაბოროტებულ სგულზეც სადა ქვეყანა რომ ხელში მჭერო და ყველსავით გავწურავდი. 3-4 თვე უტრიალე დათიკოს და ვერსად ვერ ჩავიგდა ისეთი ჟამი რომ ერთმანეთს პირდაპირ შევხვედროდით. 3-4 თვეში ნადირსავი ტყეში ვიმალებოდი და მაინც რამდენიმე კაცი გავძარცვე. ღმერთო ხომ შენ ციცი არც ერთისათვის იმაზე მეტი არ წამირთმევია რაც მე თვითონ მიჭირდა. ყველას ვეუბნებოდი ვინცაა რომ ჩემი სახელი დათიკომდენ მისულიყო, გაფრთხილებულიყო და ყოველთვის მზად ყოფილიყო. გამივარდა ყაჩაღობის ხმა და დაიწყეს ჩემი დევნა. დაიწყეს ჩემი სახელით ძარცვა და ვაზაკობა იმ არემარეში. კაცის კვლაც სამჯერ მოხდა, მაგრამ მე ამა ყველაფერში უბრალო ვარ, თუმცა ყველაფერს მემაბრალებდნენ და მართლა ვაზაკი კი ამით თავს იმალავდნენ. ბოლოს რომ არაეშველად წმინდა გიორგის ჯვარი დაჰპირდნენ იმას, ვინც მე ამ ცოცხალს დამიჭერდა ან უდარს მიმიტანდა. დათიკოს ნადირობა მეტად უყვარდა და იმის სიღბალი ნახეთ, ამ 3-4 თვეში არც ერთხელ არ უნადირნია. მე უფრო იმ ადგილებში ვისაფრებოდი, საცა უწინ დათიკოს სანადიროდ აიარებოდა ხოლმე. ბოლოს იმის ბედის წერის დღეც მოვიდა და ერთმანეთს შევხვდით. თუ აშკაცი ხარ გამიმაგრდი. ვინა ხარ? მაგრამ ვინც უნდა იყო შენ მე ფერს ვერ მაცვლევინე. მე ვარ გაბრო შენი სულთამხდელი. ტყვია პირდაპირ მარცხენა ძუძუში მოხვდა. საწყალი შეტოკდა ცხენზე, გადაიწია და ძირს დავარდა. მეც თავზე წავადექი და დავინახე რომ ის მშვენიერი ყმაწვილი კაცი, ის თავმომწონე თავადიშვილი ძლევს ხფეთქავდა თავისი ყმის ფეხთა წინაშე. მაგრამ გეტყვით ჩემი გულის ძუნწობას, მე ის მაინც არ შემეცოდა. წაგაკალ თუ არა შენს უნამოსობას. ამით გათავდა შენი შერმადინობა. როგორი აფთანდილით შენიყავი, მეც იმისთან შერმადინობა გაგიწია. წადი შვილო, წადი. სახელად ჩემი სიკვდილიც გეყოფა. დღეს ჩემი დღე არ იყო, რასაც ვესროლი ავაცდინე. აი, რაც სუდად მოვგდი. ფუ ჩემს კაცობას. ნიშანიც ვერ დაგასვი. რა დროს ეგ არის? ღმერთი მაინც ახსენე და ისე დალიეს სული შეცოდვით სავსე. დაიგებას თავი დაანებე. ალალი იყო შენზე ჩემი სისხლი. კაი ვაშკაცი ყოფილხარ. მეც ბევრი რამ ცუდი მიქნია. არა უშავს რა. ჩემი ასე ცუდად წახდენა იმაში გამებაროს.
აი დედასა, რა ცუდად შეგვდი. მაინც შენის ხელით მოვკვდი. გახსოვს მაშინ რომ გითხარი სანთელ საქმელი თავის გზას არ დაკარგავს მეთქი. აკი არც დაკარგა. შენ იყავ მყინვართან რომ დაგვიხსენი. მე ვიყავ თუ არა შენ რა. რისთვის დაგვიხსენი? ვერ ხედავ. აი ამ დღისთვის. პეპიერა საიქს. მოკვდა. ესე უზიარებლად და მოუნანიებლად როგორც მე. ეგრე. ეგეც ბარი-ბარში. შვიდობით და გამარჯვებით. გამარჯვებულო გაბრიელ. ნანოფ რომ ესე უსახელოდ მოგეკვლევინე. გამარჯვებით. დათიკოს მოკვლის შემდეგი მარემარეში ყოფნა ძალიან გამიძნელდა. ძალიან მიხშირეს დევნა. ყაჩაღობაც მომწყინდა. ვერ დაემორჩილა ჩემი გული ავკაცობასა, თუმცა ბევრი ავკაცობა ვქენი, ვერ შევეჩვიე ვერა. ბოლოს გავანებე თავი ქაურობას და კახეთ შემოვეკეთე. აქ მოჯამაგირება დავიწყე. მე-5 წელიწადია როგორც მოგახსენე ჩემი აქ ყოფნა. პირველი წელიწადი მშვიდად ვიყავ, მეორე წელიწადს კი კახეთმა დამცადა და ციებ-ცხელება შემეყარა. ამ ბოლო წელიწადს კი წყალმანკი გამიჩნდა და ფეხები დამისივდა. სიარული გამიძნელდა. მუშაობისთვისაც ვეღარ გამოვდიქ. მას დღეს აქეთ ასე ვარ. რაც გადამხდა იქნებ იმის ღირსიც ვიყო. რაც ავკაცობა ვქმენ იქნებ იმის სამაგერო წესალის ვინიც. ღვთის განგებას ვინ მიხვდება. გულტკივრად ვეთხოვები მე ამ ქვეყანას. იმიტომ რომ მე მისი არ ამემადლება რა. ზიარებაც სარმალირს ამწუთი სოფელმა. მოვიდე ჩემი აღსასრულ. ქვეყანას თუ რამ შევწოდე შემინდოს. მე მისთვის ავი არ ვიყავ. მე მარტო უბედური ვიყავ. რა ქნას კარგმა მონავდება. დროზე შაში თუ არ მო. მონაწილეობდნენ აკაკი ვასაძე, თენგი ზარჩვაძე, მედეა ჩახავა, ლადო ცხვარიაშვილი, გიზო სიხარულიძე, გივი ციცქიშვილი, ლეო ფილფანი, ივანე ოსაძე, ჯემალ გაგნიძე, სოსო ლაღიძე, ოთარ საუტაშვილი. რეჟისორი ზურაბ კანდელაკი. ხმის რეჟისორი ჯემალ პატეიშვილი. ოპერატორები თუთი გაბუნია და მერი სხილაძე. მუსიკალური გაფორმება ლია წკეპლაძისა. რადიოდადგმა ჩაწერილია 1976 წელს. აღდგენილია 2006 წელს. საზოგადოებრივი რადიო.